მუშაობა სოფელ შინდიში 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებთან ბრძოლას 17 ქართველი სამხედრო შეეწირა. შინდიში გარდაცვლილთა მემორიალთან სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები დაესწრნენ. გიორგი თარგამაძის თქმით, აუცილებელია, რომ ამ ადამიანების საქციელი ყველა თაობამ შესაბამისად შეაფასოს. შინდელებმა მიაბარეს, მიწას ჩვენი გვამები, ვეღარ ვნახეთ დები, ძმები, ვეღარ ჩვენი მშობლები. მარტო ამას გეხვეწებით, ხშირად მოდით ჯვარზე და ჭიქა ღვინო მოიტანეთ და დაასხეთ ქვაზე და შვიდობით ჩვენო მშობლებო, ჩვენ ვეღარ მოვალთ შინაო, სახლში ნუ დაგველოდებით ჩვენ შინდიში ვაგზბინაო. ზუსტად ამ ადგილას 4 წლის წინ ყველაზე სისხლიანი შეტაკება მოხდა. აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდიში სენაკის მეორე საინჟინრო ბატალიონის 17 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამ ადგილზე მე დავხედე რაღაცა ბიჭები დახოცეს მანქანაზე მე დაწეს რუსება. აი ეს ლექსი უძველი მე დავწერეს. ამ 17 ვაჟკაცის ამბავმა მსოფლიო შეძრა გმირულად იბრძოლეს. ესენი მართლაც გმირები არიან, მტერს ზურგი არაჩვენეს, რომელსაც თვითმხილველები ვყევართ, პირადად მე შევესწარი და ჩემთან ერთად კიდე ბევრი მოსახლეობა. უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიან ადგილას დღეს ქრისტიან-დემოკრატები მივიდნენ. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სოფლიოში არ მინახავს მე ესეთი ემოციური და ესეთი შეგრძნებადი ის უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენები, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში 4 წლის წინ. ეხლა პირველ რიგში ჩვენ გვინდოდა სწორედ დღევანდელ დღეს რომ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარებულიყო ჩვენ დაღუპული გმირებისათვის, სწორედ იქ სადაც ისინი დაიღუპნენ აი ამ ტერიტორიაზე და ძალიან ემოციური არის ეს ყველაფერი. ტანისამოსი ჩაფხუტები და ხატები. ქრისტიან-დემოკრატების წევრებმა ის მუზეუმიც დაათვალიერეს, რომელიც ადგილობრივებმა ომის შემდეგ ღია ცის ქვეშ საკუთარი ძალებით მოაწყვეს. ნათლული და ნათლია ერთად ყოფილან ამ რაზმში, ამ შენაერთში. და იმისთვის, რომ ცოცხალი მტერს არ ჩაბარებოდნენ, ორივემ დაჭრილებმა თავი აიფეთქეს. 17-ვეს ისტორია ცალ-ცალკე ეს არის უდიდესი გმირების ისტორია, უდიდესი გმირობის ისტორია და ეს თავად არის საქართველოს ისტორია. ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვართ. სოფლიოს ძალიან ბევრ კუთხეში ვარ დამყოფი, ბევრ ქალაქში, მუზეუმში, ომის მუზეუმში, სადაც მასშტაბითაც და სისასტიკითაც შეიძლება გაცილებით დიდი ომები მომხდარა, მაგრამ ის გრძნობა, რომელიც აქ ეუფლება ქართველ ადამიანს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები ვარ და ჩვენ სისხლსა და ხორცზეა ლაპარაკი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ სამშობლოზე არის ლაპარაკი. აი ის რაც აქ ადგილობრივებმა შეკრიბეს, აი თითოეული ჩაფხუტი, რომელზეც რამდენი ჭრილობაა ერთდროულად, რომ აღწეროთ, შეუძლებელია რომ იმიტომ რომ თელს ამ არეალში მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. 17-მა კაცმა მოახერხა უზარმაზარი რუსული რეგულარული სამხედრო შენაერთის შეჩერება რამდენიმე საათის განმავლობაში. არც ერთი ქართველი ამ ბრძოლიდან ცოცხალი არ გამოსულა, თუმცა როგორც ადგილობრივები ყვებიან 50-ზე მეტი დაჭრილი და დაღუპული გაიტანეს თვითონ რუსებმა. ასე რომ ეს არის გმირული ბრძოლის, ქართველების სიამაყის, ჩვენი სიკვდილზე გამარჯვების მაგალითი. და ის რომ ადგილობრივები ასე მიაგებენ პატივს აქ დაღუპულ გმირებს, მე მიმაჩნია რომ ესე ჩვენი ღირსების ნაწილი არის. დღეს ომის ქრონიკები ქრისტიან-დემოკრატებმა ადგილობრივებთან ერთად გაიხსენეს. ჯერ დახვრიტეს, მერე დაწვეს. დახვრიტეს კი, მანქანაზე დაწვეს და მერე დაწვეს. წაუკიდეს სულ დაწვეს მანქანაზე. სულ ყველა აი აგერ აიქიდან მოყოლებული აი ქანს მანქანაზე დამწვე მანქანაზე და სულ ეს. ესე გამოდის რომ ყველა მათგანმა ბოლომდე ერთად იონა. დიახ, უკან არ დაუხევიათ. არც ერთს არ მიუტოვებია თავის თანამებრძოლი და უცქეროდით ჩვენი თვალით. ბევრი ქართველი ამ დღეებში დაანთებს ანთელს, ვილოცებთ, ყვავილებს მივიტანთ, პატივს მივაგებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები ჰიპოთეტიური საქართველოსთვის არ იბრძოდნენ. ისინი იბრძოდნენ აი ამ მიწისთვის, ესენი იბრძოდნენ აი ამ ოჯახების დასაცავად, ესენი იბრძოდნენ თავიანთი ოჯახების ღირსების შესანახად. შესაბამისად, ამ თავგანწირვის სამაგიერო ჩვენ მივართ, რომ დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მივხედოთ პირველ რიგში. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილია. თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხთან ერთად უნდა უზრუნველყოს და შემოუნახოს შთამომავლობას ის, რაც საზოგადოებას აგრძნობინებს თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.